და დღის სხვა მნიშვნელოვანი ამბები მეწყერი რიკოთის უღელტეხილზე და შეფერხებული მოძრაობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს შემოვლითი გზით ისარგებლონ და რა ხდება ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე ხათნო მაისურაძე დეტალების ქრონიკის ეთერში. ამ წუთებში რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სრულად პარალიზებული არის. რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმის შედეგად კლდიდან ქვაღორღი ჩამოიშალა, რამაც გზის გადაკეტვა გამოიწვია. ადგილზე იმყოფებოდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, ელოდებიან აქ ადგილზე მთავრთვალებსა და ექსპერტებს, რომლებიც შეისწავლიან აქ არსებულ ვითარება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის იქნება შესაძლებელი რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის აღდგენა. განმეორებით რამდენჯერმე ჩამოიშალა ღვთის მასა, დაახლოებით 2000 კუბური მეტრი. არ არის გამორიცხული კიდევ ჩამოიშალოს. ველოდებით ეხლა გამოძახებული ყავს სპეციალისტები თბილისიდან, გეოლოგები, მთასვლელები, რომლებიც დაათვალიერებენ ადგილს და დადებენ დასკვნას, მოსალოდნელია თუ არა ჩამოშლის რისკი. ტექნიკა მობილიზირებული არის ადგილზე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მიღებული არის უსაფრთხოების ზომები, დროებით შეჩერებული არის სატრანსპორტო მოძრაობა და გადართული არის საჭხერა ჭიათურის მონაკვეთზე. მე შეგახსენებთ, რომ რიგოთის უღელტეხილზე გადაადგილების პრობლემა გუშინ შეიქმნა საღამოს კლდიდან ქვაღორღი ჩამოიშალა, რის გამოც სავალი გზის ერთი ნაწილი გადაკეტილი იყო. ამ დროისთვის ადგილზე რჩება საპატრულო და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები და ასევე საგზაო დეპარტამენტი, რომელიც ამ წუთებში სამუშაოებს ატარებს რიკოთის უღელტეხილზე.